თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ევროპაში ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, როგორც ჩვენთან. სოციალურ ქსელში ერთი ემიგრანტის პოსტს გადავაცვლი და მინდა რომ გაგაცნოთ. ძალიან საინტერესოა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ევროპაში შენ საკუთარ ეზოში რომ ხე მოჭრა, ნებართვა თავრობიდან უნდა აიღო და თუ მიიღე, აუცილებლად მოგიწევს დარგო სხვა ხე ან ხეები. ევროპა გცნობს და გიღებს როგორც ხარ, როგორც ადამიანს და არასოდეს განგჯის შენი დაბადების ადგილის, კანის ფერის, წარმომავლობის, რასის მიხედვით, რადგან მთავარი ფასეულობა მისთვის ხარ შენ ადამიანი, მისი თავისუფლება და მისი თანასწორობა. ევროპაში 8 მარტი ქალების მანიფესტაციის დღეა, თანასწორი უფლებებისათვის ბრძოლის დღე და ამას არავინ აღნიშნავს სუფრებით და მოლხენით. ევროპაში ბაღის პედაგოგები იატაკზე სხედან, რათა ბავშვს მისი სიმაღლიდან ესაუბრონ. ბავშვები კი მას საკუთარი სახელებით მიმართავენ. ევროპელები იკავებენ ძირითადად მედიტარიანულ სამზარეულოს კერძებს, მცირე და დაბალანსებული ურუფებით ნეიტრალური გემოს საკვებით. ამ გზით ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და სხეულის ფორმას ძალიან ღრმა სიბერემდე. ევროპაში ვერ შეხვდებით მოხუცს, რომელსაც ბანკიდან სესხი აქვს აღებული, ან ლიმონსხიდის მეტროს ამოსასვლელში. ევროპელი ბებო ესწრება კლასიკური მუსიკის საღამოებს, დადის ფეხით ბევს და ქუჩაში, როდესაც მუსიკა უკრავს, ცეკვავენ კიდეც. მოგზაურობს თავისთავად ოჯახთან ერთად. ევროპაში ასევე ვერ შეხვდებით მაწანწალა, მიუსაფარ ძაღლს. ევროპაში ძაღლი მიჩნეულია როგორც მგრძნობიარე არსება და მისი დიდი ხნით სახლში მარტო დატოვება აკრძალულია. დასჯადია მასზე ძალადობა და ცუდად მოპყრობა. ევროპაში 2 წლამდე ბავშვს ან მოზრდილს არავინ უნიშნავს წამალს, გრიპის ან გაციების დროს. ანტიბიოტიკის მიცემა განსაკუთრებით ბავშვებში უმკაცრესად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. ევროპელებს არ აქვს გამოთქმა, რომ რაც კარგები არიან, თავად არიან. პირიქით ინტერესდებიან სხვა ქვეყნის კულტურით, სხვა ქვეყნის კერძებით. ევროპელები შეგნებულ ასაკში ქმნიან ოჯახებს და მათთვის სამყაროს ცენტრი და მთავარი ღირებულება სწორედაც რომ ოჯახია. ევროპის ყველა სახელმწიფო აბსოლუტურად დაფუძნებულია ოჯახებზე. დასვენების დღეები და ოჯახთან გატარებული ყოველი წამი ძალიან ძვირფასია და პრაქტიკულად როგორც საერო და სასულიერო დღესასწაული ისე მიიჩნევა, როცა ოჯახი იკრიბება. ევროპელებს მიაჩნიათ, რომ მომავალი არა მესაზე დგომით, არამედ შრომით მიიღწევა. ევროპელი მოხუცი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტკბება ცხოვრებით. ევროპელებმა ამ კონდიციამდე მისასვლელად ბევრი იბრძოლეს და ბრძოლობენ დღესაც, რომ სამყარო იყოს უფრო მშვენიერი და ადამიანზე მორგებული. ევროპაში 70 წლის ქალბატონმა შესაძლოა ოჯახი შექმნას, ან გაიჩინოს შეყვარებული. ევროპაში 40 წელს მშობიარის პირად საქმეში არ უწერენ ხანდაზმულს. ევროპაში ეკლესიები ეხმარებიან ქუჩაში დარჩენილ მიუსაფარ ადამიანებს, ხელისაკვებით, მათ შორის ტურისტებს, თუ კი სასტუმროს ვერ მიაგნეს. ევროპელებს პატარა დაბალი გამავლობის ეკონომიკური მანქანები ყავთ. ევროპელებს აქვთ მსოფლიოში მოწინავე საუკუნოვანი უნივერსიტეტები, სამედიცინო დაწესებულებები და ხარისხი, რომლისკენაც დანარჩენი მსოფლიო მიისწრაფის. ევროპაში ამაზონს მეორე ან მესამე დღეს მოაქვს შეკვეთა. ევროპული ჯუჯა სახელმწიფოები დიდი სახელმწიფოების ერთი სოფლის ტოლია, მაგრამ მათი სუვერენიტეტი უზენაესი და ხელშეუხებელია. ევროპაში რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, ბერიყიდი ნაკვეთს ქალაქის ცენტრში და ვერ ჩადგან ვერანაირ შენობას, თუ ეს ლანდშაფტის დიზაინს ან სხვა სამშენებლო წესებს არ ექვემდებარება. ევროპაში ეტლით მოსარგებლე ადამიანი მთელი დღის მანძილზე ივლის ქალაქში ისე რომ არსად შეფერხდება. ევროპაში არ დგას საკითხია, ასე და არავინ გეკითხება მოგწონს თუ არა ლესბო ან გეი წყვილი. მათზე ძალადობა და აგრესია იჯება კანონით, რადგან ისინი ადამიანები არიან. ევროპელ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ყოველ დღე ისაუზმოს კაფეში, სადაც ყავა კრუასანით 3 ევრომდე ღირს. და ბოლოს, ყველა დიდ სახელმწიფოს ჭირდება მოკავშირე და პარტნიორი, რადგან ისინი დამოუკიდებლად ვერ იარსებებენ. როგორ უნდა იარსებოს პატარა საქართველოს ევროპის გარეშე, რუსეთის მეზობლად. ევროპა არის ფასეულობების, ტრადიციების, ღირებულებების უზარმაზარი სკივრი. მოკლედ, სულ ამის თქმა მინდოდა. გილოცავთ ახალ 2025 წელს. დიახ, ეს წელი ყოფილიყოს ევროპაში დაბრუნების წელი, წინ ევროპისკენ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი,
დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.